სიგნიფიკაცია რის გამო ჩავარდი მაგ მდგომარეობაში ნახოთ სიგნიფიკაცია და მაგის მიხედვით მიხვდებით თქვენ და დარჩეთ გაშლაზე თუ არა რის გამო მოხდა შენი მაგ მდგომარეობაში ჩავარდნა ოღონდ და რის გამო მოხდა და უცბად დაინგრა შენი ბედნიერება შენი ჰარმონია უცბად მთლიანად გარედან შეიძლება სიტუაცია ოჯახი ესე მოდის იდგას ან შენ ვინც მიყურებ იდგე თუმცა შიგნიდან ყველაფერი განადგურებულია და წავიდა ადამიანი მამაკაცი წავიდა მიუხედავად იმისა რომ ჩაქრა მოხდა ერთი წამი ამ კაცმა გაიგო თუ ქალმა ესე იგი შენ გიწევდა ყველაფრის მარტო და მოუკიდებლად კეთება ყველანაირი ტვირთი ქონდა აკიდებული ზედ და რაღაცა გაიგე მოულოდნელად გაიგე რაღაცა შეიძლება ან მესიჯი წაიკითხე ან სადღაცა რაღაცა მოკლედ მოულოდნელად გაიგე რაღაცა და ისა რა ქვია და გენგრა მთელი რაღაცა თავზე ყველაფერი რო იტყვიან და წავიდა ეს ადამიანი თითქოს შეიძლება არც უნდოდა წასვლა მამაკაც როგორც ასეთი რა კომფორტულად იყო მაგრამ ეს მარტო შეიძლება ეს კაცი სულ თავისთვის იყო, თქვენ მუშაობდით და ეს ძირითადად სულ თავისთვის იყო, თავის მარტო აი შეიძლება ერთად იყავით, მაგრამ მარტო იყავით რა. თქვენც და ისიც და იმ მარტოობაში პოვებდით თავისუფლებას, ასე ვთქვათ, იმ უძრაობაში რაღაცა თავისუფლება იპოვა. ესეთი რაღაცა უცნაური სიგნიფიკაცია, მაგრამ ფაქტია ის, რომ ეს ბედნიერება, რომელიც იყო დაინგრა, წავიდა ადამიანი და გზას ვერ ხედავთ ახლა რა იქნება, როგორ იქნება, მოbrunდება, არ მოbrunდება, თითქოს როგორ არის, იცი? რითიც წავიდა თქვენი აზრით, როგორც წავიდა წესით უნდა მოbrunდეს, თქვენ ფიქრობთ, მაგრამ არ ჩანს ეს ადამიანი, აი არ ჩანს. არ ჩანს. თუ იცანით სიტუაცია ცოტათი მაინც ეხლა გკითხოთ, რა გამოგიყვანს შენ აი ამ მდგომარეობიდან, სადაც სული და გული ყველაფერი გეწვის. აი იწვევ, ცეცხლში ვიწვევიო, რომ იტყვიან, რა დაგეხმარება, რომ გამოვიდე ამ მდგომარეობიდან, სამყარო რა დაეხმარება ამ ადამიანს, რომ გამოვიდეს ამ არსებული ენერგიებიდან და იყოს მშვიდად. მიზანი, რომელზეც ფიქრობ, არჩევანზეც გახარ, თუმცა იცი, შეიძლება საზღვარგარეთ წასვლის საკითხია და ვეღარ ერკვევი, მაგრამ შენ რაზეც ფიქრობ, რომ აი ეს უნდა გავაკეთო, მაგრამ მე რყეობ, ეგ დაგეხმარება მაგ მდგომარეობიდან გამოსვლაში ძალიან დაღლილი ხარ. იმდენად დაღლილი ხარ, მხოლოდ სიმშვიდე გინდა, მხოლოდ აი აღიარება გინდა და აი მდგომარეობიდან, როდესაც ყველაფერს შენაკეთებდი, მაგრამ მაინც როგორც აი ბომჟს ისე მოგექცნენ, აი ასე ყოფნა აღარ გინდა გამიგე.
გინდა რომ იყო ძლიერი, აღიარებული, კონდეს ოჯახი, სადაც უყვარხარ, გაფასებენ, ხა აქ მიყვებიან თქვენს იმას ენერგიებს, რა გინდათ. ეს ყველას უნდა, რა თქმა უნდა. აქ ვფიქრობთ, რომ ძალა აღარ მაქვს, აი აღარ მაქვს. მაგრამ თქვენც არიცით, საიდან მოგდით ეს ძალა. დაგეხმარებათ იმ მიზნის განხორციელება, რომელსაც ვფიქრობ და მერყეობ და რა ელოდება მაგ მიზნის განხორციელების შემდეგ. ვაიმე, ჩემო ძვირფასო ადამიანი, ჯერ ერთი მთლიანი განახლება გელოდება, ეთყობა ეს შენი სატრანსფორმაციო პერიოდია და სულების დონეზე აქ ერთგვარად კარმა უნდა დანგრეულიყო ამ მესამე სიტუაციით, რაც ჩვენს ცხოვრებაში მოხდა მოულოდნელად. გელოდება ის, რომ საკუთარ სიღრმეებში ჩახვალ, ეს სტაგნაცია სიტყვა, ეს გაჩერება, რაც არის საკუთარ სიღრმეებში ჩაგიყვან, საკუთარი სულის ფესვებში ჩაგაღრმავებს, სხვა შემთხვევაში არ ჩახვიდე და ახლიდან დაიბადები და შეივსები. სხვათა შორის ის შენ თუ მოდის ეს ინფორმაცია და უნდა ვთქვა, მამაკაცი შეიძლება ვიზეც ფიქრობდი, რომ მარტო რომელიც არის ახლა, ეს ის არის თუ სხვა. მამაკაცი ბრუნდება, რომ იცოდეთ, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, როცა შენ საკუთარ ფესვებში ჩახვალ. ეს მამაკაცი მოდის და აუცილებლად დაგელაპარაკებათ. იმიტომ რომ ესე ძალიან ცუდად არის, თუ გაინტერესებთ როგორ არის. ძალიან ცუდად არის. აი მას თუ გააკეთებ, რასაც ფიქრობ, მე არ ვიცი ახლა შენ აქ რას ფიქრობ. შენ იცი. მაგას თუ განახორციელებ, შენ გელოდება აი მთლიანად ცვლილება, შენი თავის შევსება, დაფასება, პატივისცემა და მიმღებლობის პოზიციაში ყოფნა ახლიდან დაბადება და უკვე მერე ეს მამაკაციც ბრუნდება. სულების დონეზე ეხა ჯერ ეს ელოდება, რომ შენ გამოხვიდე მაგ სიტუაციიდან, რაშიც ხარ დამოუკიდებლად, ეს არის გაკვეთილეობრივი მდგომარეობა და ამ თქვენი სულების შეთანხმება იყო ის, რომ აი როგორ არის იცი, აი ამ ბავშვურით, აი ეს ადამიანი როგორც პატარა ბავშვს ეგრე გაგრძნობინებდათ თავს და ამ დროს ყველა ტვირთს თქვენ ზიდავდით. აქ უნდა გესწავლათ, ჩემო კარგო, შენ საკუთარი ემოციების პატივისცემა, აი შეიძლება ამ ურთიერთობას შენ უძღვებოდი, უნდა გესწავლა საკუთარი ემოციების პატივისცემა სულების დონეზე და ეს რა ქვია, ამ ტვირთის მოხსნა ზურგიდან და საკუთარი ქალურობის დაფასება, აქ უნდა შეგეცვალა ჩერეზ ამ ტკივილით, შენი აი ეს ტვირთმზიდაობის პოზიცია კი და დაგეტრანსფორმირებინა. და გამოსულიყავ იმ პოზიციაში, რომ ყველაფერზე ფიქრი მარტო შენ გიწევდა. და ეს მამაკაცი არაფერს არ მოქმედებდა, იქცევდა როგორც ბავშვი. ესეთი გაშლა იყო. თუ თქვენი იყო ინფორმაცია, მე გავიგებ ამას თქვენი კომენტარებიდან და ლაიქებიდან, მოწონებებიდან. მე კი გისურვებთ სულიერ სიმშვიდეს, სიხარულს, სიყვარულს და მზეს თქვენს სულში, ჩემო კარგებო. აი არ ვიცი რა სულის მაქვს ფიქრად, რომ როგორ შეიძლება ადამიანებს დაეხმარო ჩემი მიმდინარეობის ადამიანმა. თუმცა ისე უნდა მოახერხო ეს ადამიანმა, რომ შენ იმის ენერგიები არ იტვირთო და არ ზიდო. მე სულ ამის ჭიდილში ვარ, რომ იმ ადამიანის ძალიან ემპათი ვარ. და შევდივარ იმ ადამიანის ჩვეულებრივად როლში და ჩემი ერთ-ერთი დასამუშავებელი კარმა იყო ის, რომ არ უნდა შევიდე ადამიანის ტვირთმზიდავის ბურბლად.
ინფორმაციულად, მე უნდა დავეხმარო ინფორმაციულად, თუმცა აი და ამას ვახერხებ და ვაკეთებ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ჩემი მისია, იმიტომ რომ მე როდესაც იმაზე მეტ დახმარებას გავუწევ, თუნდაც ემოციურად და თუნდაც აი ესე ხო, ის ადამიანი, რაც უნდა გაიაროს და გაიზარდოს, იმას ვეღარ გააკეთებს. ანუ ეს დახმარება კი არა, ეს ხელი შეშლა გამოდის მის ზრდაში. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ დავეხმარო მაქსიმალურად, მაგრამ არ დავარღვიო არც მისი კარმა და არც ჩემი, რა თქმა უნდა, დავიჭირო სისწორე. აი ახლა აქ რა ენერგიებიც დავინახე, ვიცი შეგრძნებული მაქვს ეს ენერგიები და გამოვლილი მაქვს და ასე დროს მიჩნდება სურვილი, რომ ერთ-ერთში ვუთხრა, რომ ზუსტად აი ესე მოიქეცე ეს ადამიანის, მაგრამ მე ამის უფლება არ მაქვს, იმიტომ რომ ან ნახე, არის სიტუაციები, რომლებიც შეიძლება შენი გამოვლილიდან მასშტაბურად გაუჟღერო ადამიანს და მიაწოდო ინფორმაცია, მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც შენი სუბიექტური მდგომარეობა ის და არ შეიძლება ეს ადამიანს მხოლოდ შენი გამოვლილიდან უთხრა. ეხლა ძალიან ისეთი სიტუაცია აქვს, თუმცა ერთი რამე ცალსახად შემიძლია აქ უთხრა ქალს, რომ ეს არ არის ტრაგედია, რაშიც ახლა შენი მყოფები და შენ ფიქრობ და ამბობ, რომ აი ამდენი გავაკეთე, ამას ვაკეთებდი, იმას ვაკეთებდი, ყველაფერი ჩემ მესმის. თუმცა ეს შეცდომაა. ზუსტად ამას რომ მოიხსნი და განთავისუფლები, ხო ფიქრობ რომ რანაირად, იმიტომ რომ ამ დროს უკვე ადამიანი მოჭიმული ხარ და ფიქრობ, რაც უფრო მეტს გააკეთებ, მით მეტად დაფასება გექნება. ესე არ არის, სამყაროში სხვანაირად მუშაობს, სამყარო სხვანაირად მუშაობს და ის შენს, ასე ვთქვათ, ნებით თავგანწირვას არ ითხოვს, როდესაც ეს არ არის საჭირო. ნახე, აქ ირღვევა ის მომენტი, რომ შენი ამ მდგომარეობით დახმარებით, ნახე რატო არასწორი, ხო, უნდა გაიგო კიდეც ადამიანმა, რომ აი რატო თulis სამყარო ესე, იმიტომ რომ შენ როდესაც ურთიერთობაში ეს ოქროული იქნება პარტნიორული, შეყვარებულური თუ როგორიც არ უნდა იყოს, შენ როდესაც ორივე საქმეს ერთი აკეთებ, ხო, იმ ადამიანს ზრდაში უშლი ხელს, ხო, შენ ფიქრობ, რომ მე რომ ამას გავაკეთებ, მე რომ იმას გავუკეთებ, მე რომ იმას ვიზავ, ხო, ურთიერთობა გადარჩება, არაფერი არ გადარჩება, მე მოხდება ხოლმე ისე, რომ ეს კაცი რაღაც სასწაულებს გააკეთებს, რატო ფიქრობ ასე უსამართლოდ, რატო? იმიტომ, რომ ესე რო არ მომხდარიყო, შენ ვერ სულ ნახე, ის ადამიანი ვერ გაიზრდებოდა, იქნებოდა აი შეჩერებულ სიტუაციაში, შენ გააგრძელებდი ამ ტვირთის სიტუას და ყველა ვართ აქ ზრდისთვის მოსული. ანუ იმას რაღაცა წნეხი უნდა შეექმნას, რომ იმან რაღაცა იფიქროს და გადადგას ნაბიჯი, რაღაცა ცოდნა გახსნას, რაღაცა გააკეთოს, იმოქმედოს, მაგრამ მეორე მხარე, როდესაც ეტყვის, რომ შენ არ ინერვიულო, კაცო, მე გავაკეთებ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მე ის ფიქრობს, რომ კარგი, სანამ ისეთი რაღაცა არ გამოჩნდება თავისი, თვითონ აღარ მოქმედებს და ამ დროს მიზანი მესმის ხვარი, მაგრამ ირღვევა სამყაროსეული კანონები და იშლება ურთიერთობა. ამ დროს ხალხი ფიქრობს, რა ხდება, როგორ შეიძლებოდა ესე მომქცეოდა და აი ეს არის, რომ აგონიას იწვევს ადამიანებში. ჩემო ძვირფასებო, იცოდე რა, მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს შენ დღეს ახლა. ეს არ აქვს მნიშვნელობა, რაოდენ დიდ უსამართლობას განიცდი. ეს არის ის გაკვეთილეობრივი მდგომარეობა, სადაც შენ თუ ბევრ ტვირთს ატარებ, შენ ეს უნდა ჩამოიხსნა და ცოტა დაისვენო და ეს არ არის მითი, ეს არ არის ზღაპარი და თუ ურთიერთობა დანგრეულია შენი ეხლა იმიტომ რომ შენ ყველაფერს აკეთებდი, აი ყველაფერს ყველანაირად და მაინც დანგრეულია შენი ურთიერთობა, იმიტომ რომ ის ადამიანი შენთან ვერ იზრდებოდა და შენ არაერთი სიტუაცია შეგემთხვა, არ ვიცი ვისთვის მალაპარაკებენ ამას ჩამრთეს უკვე. არაერთი სიტუაცია შეგემთხვა, სადაც უნდა ცოტა ჩამოგეხსნა და პასუხისმგებლობები და კაცის მოვალეობა შენი თავიდან, მაგრამ არ ჩამოიხსენი.
რათა ურთიერთობა და ვითომ ეგრეთ წოდებული თქვენი კავშირი გადაგერჩინე, მაგრამ მაინც ვერ გადაარჩინე ამ ეტაპისთვის. შესაძლოა შენი და მისი გაკვეთილების გაცნობიერების შემდეგ თქვენი ურთიერთობა აღდგეს და განახლდეს. შესაძლოა. თუ გაიგებს ორივე ადამიანი იმას, რაც უნდა გაიგოს. ან თუ ორივე ადამიანისთვის ერთმანეთი ისეთივე ძვირფასია, როგორც ერთისთვის მეორე. ნებისმიერ შემთხვევაში შენ გისურვ უდიდეს ბედნიერებას და აუცილებლად კარგად იქნები. ეს გახსოვდეს. კიდევ გეუბნები, შენ შეიძლება ეხა ტირი ხარ, აუცილებლად კარგად იქნები და ერთ დღეს გაიხსენებ იმ სიტყვებს, რომ ღმერთო კიდე კარგი ეს მოხდა, თორე მე მთელი ცხოვრება მომიწევდა აი იმ დღეში ყოფნა და შეიძლება იმ წუთში და აქამდე შეჩოული მდგომარეობით კარგად გრძნობდი თავს, მაგრამ ეს იყო სრული ტანჯვა. ბედნიერებას გისურვებ და ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება, ჩემო ძვირფასო ქალბატონო. გაივლის ეს დღეები. აუცილებლად მეც ვიყავი შენს დღეში და არაერთი გოგონა მყოლია, რომელიც შენს დღეში ყოფილა და დღეს ძალიან ძლიერად არიან სულიერად. ერთ-ერთი მათგანი ხარ შენც. მომავალ შეხვედრა.